მოგესალმებით. პატიცებულ ცნობებო, მეგობრებო. მე 4 შაბათს გამიკეთეს მარცხენა თვალზე კატარაქტას ოპერაცია. ამიტომ მე ფორმაში არ ვარ ახლა. ამიტომ გადაწყვიტე დამედო ფოტო. მე დღეს თქვენ გადაგიჩარვლით მთელ ვიდეოს არა, მაგრამ ახალ ამბებს ვიდეოდან 59 შეხვედრა გალაქტიკურ ზურმუხტ კოსმოსურ ხომალდზე. ხო, აქ იკრიბებიან ისინი, რომლებიც ხედავენ მეხუთე განზომილებას, რომლებსაც ყავთ თავიანთი ნაწილები, ასე ვთქვათ, ფრაქტალები უფრო მაღალ განზომილებებში, რადგან ჩვენ სულს აქვს ფრაქტალები, დაყოფილია ფრაქტალებად ყველგან, სულის ჩვენი ნაწილები ყველგანა თითქმის. ეს ცოტა ისეთი რთული საკითხია და საჯერებლად და საერთოდ დასახსნელად, მაგრამ მე თქვენ ახლა მოგიყვებით ახალ ამბებს, რომელსაც ყვება ნეტალია. და ეს შეხვედრა მოხდა 12 სექტემბერს. საერთოდ გოგოები ალიონა პანდორა, ნეტალია და აი ამ არხზეც, გიგეს არხზე, რომელიც არის ასუნის, გოგები ამბობენ დაცვას და უგზავენ დაბალვიბრაციულ ძალეს, მოახდინო რამეს ემოქმედება სცენელების და წამყვანების ველზე, სხეულებზე. ეს შეგიძლიათ თქვენც თქვათ, თუ გჯერათ ამის. უბრალოდ დაამოწმოთ უნდა. ხო, და მე გავიმეორებ იგივეს. მე ვუგზავნავ დაბალვიბრაციული ძალებს იმოქმედოს ჩვენ სხეულებზე, ვინც მოისმენს ჩვენ ველზე ნებისმიერი სახით. ასე იყო, ასე იქნება. ასე არის. ვამოწმე. და ლეტალი ამბობს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ახალი ამბები. ეს ხომალდი, რომელზეც მე ვამბობ, რომ არის გალაქტიკური ზურმუხტით კოსმოსური ხომალდი, ეს არის ნამდვილად არსებობს ეს ხომალდი, ოღონდ ჩვენ ბევრი მაგას ვერ ხედავს ჯერჯერობით. ეს ხომალდი, ამ ხომალდმა გადაინაცვლა სრულიად მეხუთე განზომილებაში. დიახ. და ლეტალი ამბობს, რომ თუ ადრე მაგალითად ნახევრად მეოთხე განზომილებაში იყო ხომალდი განლაგებული, ახლა ის გადაინაცვლავდა სრულიად არისო მეხუთე განზომილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვით იყოფება ვიბრაციის დაბალ დონეზე, ვერ ნახავს, ვერ მოძებნის ამ ხომალდს. და სივრცე მეოთხე და მეხუთე განზომილებებს შორის უფრო იქნება გაყოფილი. და ვინც მეოთხეშია, ის ვერ შეამჩნევს მეხუთე განზომილებაში ამ ხომალდს. საერთოდ ვერ ნახავს მეხუთე განზომილებას. და ეს საქმეებიო დაიწყო თვალის დაბნელების დროს, ღამით 7 სექტემბრის მერვე სექტემბერი, ესე ღამე. ღამით იყო დაბნელება 7 და 8 სექტემბერს შორის, ესე შუაღამეს. გათავდა 7 სექტემბერი, დაიწყო 8 და ამ დროს იყო დაბნელება თვალის. და თუ ადრე მაგალითად მეოთხე განზომილებებიდან ხალხს შეეძლო, ვინც ხედავდა ამ ხომალდს, ხო, ვინც ხედავს, ყველა ერთნაირად არ ეხილება თვალები.
ხო, კი, ბევრს აქვს ხელა, მაგრამ მეხუთე განზომილებას ჯერ ბევრი ვერ ხედავს, ვერც მეოთხეს. მაგრამ რაღაც ხელები შეიძლება გქონდეს. და 21-ში ეს იგი ხვალ თავდება ბოლოვა და იმისი რომ ვინმე ნახოს. შემდეგ უკვე მეოთხე განზომილებიდან ამ ხომალდს ვერ ნახავ და ვერც ის ვინც დადიოდა ამ ხომალდზე, გროვდებოდნენ ამ ხომალდზე იქ მომავალში. დაბა მეოთხე განზომილებებიდან ვერ წავდია. 30 სექტემბრის შემდეგ დაიწყება მასიური ძლიერი გაყოფა სივრცისა. იცით რა, მე მინდა თქვენ მოგიყვეთ ახლა. რა ვნახე მე? ეტოთ დიდ დროს არ წაგართმევთ, სივრცისთან დაკავშირებით გამახსენდა. მე რომ ვიყავი კლინიკაში, თვალის ოფთალმის კლინიკაში, სამშაბათს, სანამ ოპერაცია კეთდებოდა 4-ში. დამიბარეს სამშაბათს ვიყავი მისასვლელი. წინაკვირას, ამას წინაკვირას, ხუთშაბათს პირველად ხო რაღაც მოკლე კონსულტაცია გავიარე და დამიბარეს სამშაბათს. რიჩექი ველოდებოდი ჩემ რიქს და ხალხი ბევრი არ იყო, მაგრამ ექიმი ხომ ატარებს გამოკვლევას შეხვედრას რაღაცას, ხო? ძილი მომერია უცებ. არ ვიცი, მგონი წნევა დამივარდა და სკამზე, თითქმის სკამზე მეხუტებოდა თვალები. ძლის მეკავა თავი. უბრალოდ არ მეკავა, ვერ ვიკავებდი თავს, თავი ხობით მივარდებოდა, იმიტომ რომ ისე მდგომარეობაში უფრო კომფორტულად ვწვდოდი თავს. და აი ამ პერიოდში არა ხა ჩაძინებით და ხული არ მომიშვია, მაგრამ თვალები მეხუჭებოდა. და ამ პერიოდში როდესაც თვალის ვახელდი, აქვს ნათქვა მე ალეონა და პანდოროშკას, რომ თუ ადრე სივრცეს არ მახსოვს რა ფორმის იყო ადრე, ახლა სივრცე გახდა 6 გრანიანი. ხო? თქვა ორივე, მაგრამ მე ვხედავდი ვარდისფერ ხაზებს 5 კუთხიანი, 5 გრანიანი ეს უზორები, ეს ფიგურები. ხო, ერთმანეთს მიაჯაჭვო, თუ გაქვთ ვინმე სანახი, ფუტკრის სახლი. სკა. ხო, აი ამ გვარად იყო ერთმანეთი გადაჯაჭვული, თითქოს დახატული. და ამ ფიგურებს ყოფდა ვარდისფერი ხაზი. ვარდისფრად იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი. მთელი ჩემი სივრცე ჩემ წინ. არა, მე ტყუს არ ვამბობ. მე მართლა ვნახე, მართლა ხედავდი, მართლა ვუყურებდი ამ სივრცეს. არა, მე არ შემშინები, არც გამკვირვებია. იმიტომ რომ ხდება ახლა სივრცის შეცვლა, გადანაცვლება, გადაადგილება. და მე მაქვს ფოტო დადებული Facebook-ზე. კარების ფოტო, ეს დიდი ხნის წინ გადაღებული ფოტოა სადღაცაზე. 20-21 წელს ეს მამის სიკვდილის შემდეგ მოხდა, შეიძლება 22 წელი იყოს, არ მახსოვს ზუსტად. ისე ვიწიქი და ისე გადავიღე უბრალოდ ტელეფონით. და სივრცე იყო ჩაჭრილი, თითქოს რაღაცა გაყო ეს სივრცეში. კარების ერთი ნაწილი, პატარა ნაწილი იყო წინ წაწეული, თითქოს კარები ვიღაცამ გადახერხა და ის გადახერხილი ნაწილი წინ წაწია და ქვედა ნაწილი უკან წაიწია. ხო, რაღაცა თითქოს როგორ გითხრათ, გადააკეთა უკარები, გესმით ჩემი? ხო, ქვედა ნაწილი უკან წაიწია, წინა ნაწილი იყო წინ წამოწეული და ჩანდა ხაზი. ეს ანომალია. კარები იყო მასეთი ფორმის, ზიგზაგის ფორმის. თითქოს ჩამოჭრაო ვიღაცამ. წაწიაო ქვედა ნაწილი, ისე რომ სხვაგან შუაში ჩვეულებრივად მთელი ნაწილი იყო კარის. კი, ხაზი მოჩანდა ისე ხაზი. თითქოს გადახერხილი ყოფილიყო, მაგრამ მე მაშინ ამას ახსნა ვერ მოვუძებნე, მაგრამ ახლა მერე და მერე რომ გავერკო ყველაფერში, მივხვდი რომ სივრცის გადაკეთება იმ დროიდან დაიწყო. დეტალი ამბობს რომ იმის ხმა მინდაო რომ
ვარჯიშების დრო ამოიტურა და ახლა უკვე სერიოზულად დაიწყო ყველაფერიო. და ახლა დეტალი ამბობს, მოგიყვებით თქვენ ახალ ამბებს, რომლებიც ახლა ხდებაო. ამჟამად ამერიკულ კონგრესში მოსვენებზე დაიწყო პირდაპირი გახსნა. გახსოვთ მე თქვენ გახსნაზე გეუბნებოდით, რიჩარდ გირი ბრძოლობდა ამის გამო 30 წელი. იმედი ქონდა რომ ტრამპი მოვიდოდა, მაგრამ ტრამპი რომ მოვიდა, ეს გახსნა არ მოხდა. ახლა კი თურმე კონგრესზე ნება დართეს. ეს გახსნა, ამ გახსნის პროცესი დაწყებულიყო. აგრეთვე ინფორმაცია კონტაქტებზე უცხოპლანეტელებთან, ხომალდეებზე, მოლაპარაკებებზე, ეს ყველაფერი გაიხსნება და ჩრდილოვან მთავრობამ დაკარგა გავლენა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვისაც ისეთი კარგი, ხა შეიძლება ვინც სკეპტიკურად მოусვენოს ახლა ამ ინფორმაციას, მოგდეს სიცილით, ან შემაგინოს, ან ავამტყოფი მიწოდოს, რაც ხო შეიძლება ნებისმიერი რამ გაიფიქროს, მაგრამ ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი. მე ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მინახია ინტერნეტში, იმიტომ რომ მე ჩავთე ინტერნეტი ერთი დღით. ხვალ შუადღეს მეთიშება, დამჭირდა სასწრაფოდ. ხო, იმდენი არ გვმედო ტელეფონში, რომ მთლიანად ერთკვირიანი ჩამერთოთ, ან ახალი ნაოპერაციები ვარ. და კი იცით, ტელეფონების მაგია. ვერ მოიცილებ თავიდან. ხო და ამიტომ რომ მე ხარ წვეთებს ვიწვეთავ ძალიან ბევრ წვეთს, კიდევ მეხუთე მაქვს აღედი. ხო, ერთი ური კურნალობა დამინიშნა იქიმა. ხო, ცალთვალზე. მიხარია რომ მეორე თვალზე ჯერ არ კეთდება ოპერაცია, სანამ თვალი არ დამილაგდება მარცხენა. მერე კიდევ უნდა გაიგზავნოს მარჯვენა თვალზე დაფინანსების განცხადება. მე სრულიად დამაფინანსა მთავრობამ, სრულიად კაპიკი არ დამიმარტია, მადლობა მას ამისთვის 814 ლარით. ხო, მარცხენა თვალს. ხო და მაგას ვამბობ, ესე იგი მარჯვენა თვალით მე კიდევ შევძლებ მუშაობას, მაგრამ ხო მაინც მარცხენასაც მოქონდეს, ამიტომ არ მინდა მარცხენა თვალი გადავტვირთო. და ჯერ კიდევ სანამ 6 ჯერ მაქვს ჩასაწვეთებელი 4 წვეთი. 6 ჯერ დღეში. ეს ერთი კვირა ხუთშაბათამდე. შემდეგ 4 წვეთი. და რამე გითხრათ, ჩემო კარგებო, მისი მიხარია ეს ამბავი. სული და გულით მე მინდოდა რომ ეს მოხდარიყო და აი დადგა ჟამი. აწი ყველაფერი აჩქარდება. აჩქარებითი პროცესი წავა. ხო, ლეტალე კიდევ იმას ამბობს, რომ კარმაც აჩქარდებაო. ხო, ვინც ბოროტები არიან, ვინც ადამიანებს ცუდად ექცევიან, ვინც სამართლად ექცევიან, მათ იმ წასვე მოუბრუნდებათ კარმა. ბუმერანგი ან უკანალზე სცემს პანჩურს, ან კეფაზე. უცებ მოუბრუნდება ყველაფერი. უცებ მოუბრუნდება. მოუბრუნდება ყველაფერი. ესე იგი ურთიერთობა კოსმოსურ რასებთან ხდება, მოხდება ოფიციალურად, მოხდება ვერბალურად. და ამგვარი ინფორმაცია მეტი არ კონტროლირდება. როგორც მოგითხარით, ჩილოვანი სახელმწიფოთი. ისინი ვერ მოახდენენ გავლენას ამ ინფორმაციის გავრცელებაზე. და ამ ხალხს, ვინც იყო საიდუმლო კოსმოსურის პროგრამების მონაწილე, ვინც საერთოდ ამის შეხება ჰქონიათ კოსმოსთან, უცხოპლანეტელებთან, მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, კონტაქტებზე, შეუძლიათ იარაღებზე, განვითარებულ ტექნოლოგიებზე, შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად. და შიში არ ექნებათ, რომ ან ოჯახის წევრებს უზამენ რამეს, ან თვითონ დასჯიან სიკვდილით. ამის შიში მაგათ არ ექნებათ, მაგრამ ამის საჩუქრება არ არსებობს. საბედნიეროდ. რადგან გამოვიდა კანონი ამერიკაში, რომელიც იცავს ამ ხალხს, ამ ინსაიდერებს. მიწერი ალიანსი, რომლის წევრი არის ჩვენი მეოთხე დესანტიო, ამბობს ლეტალია, აგზელებენ საიდუმლოს გახსნას, რომელიც იყო საიდუმლოდ შენახული
ათწლეულობის განმავლობაში. გამოდის ადამიანის სუვერენიტეტის დასაცავად და ანთავისუფლებს მონაწილეობს პლანეტის განთავისუფლებაში. წამოვიდა ტალღა უცხო ობიექტებზე საფრენ ობიექტებზე მოდის ბევრი ინფორმაცია. იქნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ეხმარება კოსმოსური პროგრამების გახსნას და რომელიც ეხმარება ახლო და შორი კოსმოსთან დაკავშირებული პროგრამების გახსნაში. აგრეთვე ბრძოლობენ იმისთვის, რომ უბრალოდ ელწვიან საიდუმლო ბნელ პროგრამას, დესტრუქტიულ პროგრამას, რომელიც კიდევ არის შემორჩენილი დედამიწაზე. და რა მოხდება ამასთან დაკავშირებით? მოხდება ის, რომ დაიწყება იმ ჰუმანოიდური ჯგუფების მიღება, რომლებთაც აქვთ არაადამიანური ცნობიერება. აქ იგულისხმება მწერების მაგვარი ჰუმანოიდები. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ამათ წააწყდებით შემთხვევით ნახავთ. პანიკაში არ ჩავარდეთ. სინათლის გალაქტიკური ფედერაცია, ანუ გალაქტიკური ალიანსი, სინათლის გალაქტიკური ფედერაცია გარდაიქმნა გალაქტიკურ ალიანსად და ისინი არიან მაყურებლები. ისინი ადრე არ რეოდნენ მიწის საქმეში, ძალიან ნაკლებად, თუ რამე სერიოზული არ მოხდებოდა, ისინი არ ჩაერეოდნენ მაშინ, თუ მოხდებოდა სადმე ატომური აფეთქება, ან კატაკლიზმა, რომელსაც შეიძლება მიეყენებინათ მთელ პლანეტაზე ზიანი, მაშინ ჩაერეოდნენ და ამ გალაქტიკურ ალიანსში შედიან აქტური ანელები, პლეადენელები და სხვა სინათლის ცივილიზაციები, რომლებიც ქმნიან ამ კონგლომერატს. და ჩვენ მიმართულად განწყობილი ცივილიზაციები, მასეთები როგორც ღვთისმლოცველები, რეპტილოიდები, ანუ დრაკონიელები, რუხები, რომლებიც მონაწილეობდნენ გატაცებაში, ჰიბრიდიზაციაში და მანიპულირებაში, ადამიანებით მანიპულირებაში, 10 წლის განმავლობაში იქნებიან დაიშებიან გალაქტიკური და მიწიერი სასამართლოთი. ესე იგი, ყველაფერი მოხდება ამ ყველაფერს გამოძიება და ეს ყველაფერი გაიხსნება, გასაჯაროვდება. წარმოიდგინეთ, ახლა ხალხო ტელევიზორში ჩვენ ნახავთ, თუ როგორ ასამართლებენ, ან იდიებენ, ან ასამართლებენ და გვანახებენ სხვადასხვა უცხოპლანეტელებს, სხვადასხვა ჰუმანოიდებს, მწერებს, ადრე ფანტასტიკად მიგვაჩნდა ეს ყველაფერი, მალე ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება რეალობა, რეალური ცხოვრება, ნამდვილი რეალური ცხოვრება აწი-დადგება, აღდგება და არ შეგეშინდეთ. ნუ გეგონებათ თავი ფანტასტიკურ კინოებში. გაერთიანდებიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც ადრე იყვნენ დაშლილები. დაიწყება კოსმოსური соединение космических родов. Космосური განშტოებების გვარეულობების კოსმოსური გვარეულობების გაერთიანება. Воссоединение космических родов. Произойдет воссоединение космических родов. ხო, აი ეს არისო კარგი ამბები დღეს. ახლა კი ჩვენ გვინდათო ვილაპარაკოთო სულზე, თუ რა არისო სული. საიდან ჩდებიანო სულები? ეს პროცესი სულების დაბადების ესე იგი ურიცხვი სულების დაბადების პროცესი შეიძლება შეადარო იმას, თუ როგორ ითესება ყანა თესლებით. წარმოიდგინეთ, გლეხი გამოვიდა და თესლებს სროულობს თელ ყანაში. მოდის
მიდის, უბრალოდ მიდის, დადის და თესლებს როულობს. ეს გლეხი წარმოდგენილია როგორც შექმნელი, თესლები კი არიან სულები. იგი გლეხი შემქმნელია, თესლები სულები. და თესლი როგორ ნაყოფიერ ნიადაგში მოხდება, ისე გაიზრდება. ასევე არიან სულებიც. როგორ გარემოში მოხდებიან, ისედებად გაიზრდებიან, დამტკიცდებიან. ესე იგი, რომელ პლანეტაზე მოხდებიან, ხო, ყველა პლანეტაზე სხვადასხვა კანონია, სხვადასხვა გრავიტაცია. ხო, ზოგი სული თავისინებით მიდის ამა თუ იმ პლანეტაზე. ზოგი სულები კი შემთხვევით ხდებიან ამა თუ იმ პლანეტაზე. სულიერი გაზრდის პროცესში, როდესაც სული იბადება სივრცეში, სადაც არის ვიბრაციის სხვადასხვა დონე, როდესაც სული ხდება ნაყოფიერ ნიადაგში, ის იზრდება შექმნელის დონემდე. ხდება შექმნელი და იწყებს თავისი საკუთარი სამყაროების შექმნას. და თავის ამ შექმნილ სამყაროებს თესავს თავისი სულის ნაწილებით და მათ ასულიერებს, მატერიალიზაციას უკეთებს. და ყოველი თავისი გამოცდილების მიღებისთანავე მისი შემქმნელი მამა ისევ და ისევ ამ სულის გამოცდილებების დახმარებით ცნობს თავის თავს. მე მაქვს მოსმენილი სულებზე ნაჯიშთა ვალერია კაცოვას აუდიო ჩანაწერი, სადაც ისყმება, რომ ნეგატიური გამოცდილება არ მიდის შემქმნელამდე. შექმნელი ვითარდება მაშინ, როდესაც სული გადის დადებით გამოცდილებებს და ეს დადებითი გამოცდილებები მიდის ხელად შექმნელამდე. რადგან ამ შექმნელი არის ამ შექმნელს არტყამს გაც ეფირი. არ დაგვამიწყდეს, რომ ეფირიც მრავალგანზომილებიანია და ამ შექმნელს არტყამს გაც მაღალგანზომილებიანი ეფირი. და ეს ეფირი არაძლევს საშუალებას შექმნელმა მიიღოს ნეგატიური გამოცდილებები. ნეგატიური გამოცდილებების შედეგები მივიდეს შექმნელამდე. არა, მხოლოდ დადებითი. მაგრამ თუ ადამიანი გამოდის, რომ ჩვენ კვებავთ შექმნელს ჩვენი დადებითი ენერგიებით, ხომ ასია? გამოდის, ჩვენით კიდე ვიღაც იკვებება, იმ შექმნელით კიდე ვიღაცად იკვებება, ვიღაცა ღებულობს გამოცდილებებს, იკვებება, ესე იგი, ხო? სამყარო, კოსმოსური სამყარო სულ ფართოვდება და მესამე განზომილების გადმოსახედიდან, სადაც არსებობს ლინიენაევრემია, ერთი წუთით ახლა ვერ გაგიგებთ მე. ხო, ახლა დედამიწაზე არსებობს ლინიენაევრემია, ანუ წრფივი დრო. კოსმოსში კი არა წრფივი დროა. დრო არა საერთოდ. არაფერი არა იქ დრო. არა წრფივი დროა. მხოლოდ ასეთ ადგილებში, სადაც მატერიალიზებულია სამყარო და ცხოვრობენ მატერიალური სხეულები, რადგან დროს ქმნით ჩვენ თვითონ. მე არ ვიცი თქვენ წაკითხული გაქვთ, თუ მოსმენილი გაქვთ, არა, ჩანაწერი მაქვს ხმოვანი. მოსმენილი გაქვთ ბორევის წიგნი, მე რომ ქართულად გადავთარგმნე, ის დიდია, მაგრამ იქ არის ბორევის აქვს ასეთი თავი დროზე, თავი სადაც იწყება დროზე. ხო, დროს ქმნით თურმე ჩვენ ფიზიკური სხეული, თუნდაც ცხოველი იყოს, თუნდაც ადამიანი იყოს. ესე იგი, თავარი 7 ჩაკრა გვაქვს, ჩაკრა ადამიანს მეტი აქვს, მაგრამ ჩვენ შესწავლილია და უფრო ლაპარაკობენ
მხოლოდ 7 ჩაკრაზე, თუმცა ადამიანის ორგანიზმში ადამიანის მერვე ჩაკრა თავშია განლაგებული და მეცხრე კიდევ კეფის ზევით, ისა უბრალოდ თავის ზევით და ეს დრო იქნება მესამე ჩაკრით. დიახ, ამ დროს ვქნით ჩვენ, რადგან მთელი ინფორმაცია ამ ჩაკრას ზევიდან რო გადის, ენერგია რომ ჩამოდის, მესამე ჩაკრაში მე ხარ მახსოვს რომელი ჩაკრა ბორბალი, ესე იგი ტრიალეს ბორბალები მთელი სიუჟეტი ჩვენი ცხოვრების. უკვე როგორც ციკლი ბორბალში ისე ტრიალებს ეს და ამით იქნება ლოგიკური ტვინია მესამე ჩაკრა და ლოგიკური ტვინის აზროვნების გარეშე დრო არ იარსებებს. თუ თქვენ შეთქვათ ლოგიკურად აზროვნებას, დრო შეჩერდება. ხო, მე ხარჩო ვუხმარდები ამ ამბავს, რადგან ამერევა ყველაფერი გავაგრძელოთ. და ეს პროცესი ამ სულების განვითარების ამ პროცესს ჭირდება მილიონი კი არა, მილიარდი წლებიც. ყოველ სულს აქვს თავისი ისტორია და აქვს თავისი გზა, თავისი გასავლელი გზა, გავლილი გზა და გასავლელი გზა. და ეს ყველაფერი აძლევს საშუალებას სულს გაიაროს თვით განვითარება, თვით თითუთით გაიაროს самосовершенство. ესე იგი თვით самосовершенство. ქართულად ვერ გავიხსენე, კაი, რა მნიშვნელობა სული უნდა განვითარდეს. ხო, და ამ გამოცდილებას რატომ გასახიერდებიან ჩვენი სულები? რომ გამოცდილება მიიღონ და გამოცდილებას ისინი იღებენ განსახიერებებით. თუ არ განსახიერდა, გამოცდას ვერ მიიღებს, გამოცდილებას ვერ მიიღებს სული. უნდა განსახიერდეს კიდე ადამიანში, კიდე სხეულში, კიდე მცენარეში, ნების თუნდაც კოღოში და ბუსში. ის მაგი ვერ მიიღებს გამოცდილებას, უბრალოდ სულად იქნება და იქნება. და ეს სულის ახალი სულის განვითარება იწყება დაბალი ვიბრაციული სამყაროებში ჯერ და ასე ადის საფეხურებზე კიბეზე ოღონდ და თითო საფეხურმა შეიძლება მილიონი მილიარდი წლები წაიღოს. მარტო ჩვენ მიწაზე კი არა, ბევრი სამყაროებია. ხო, გაჩნია სად მოხდება. ადამიანის სულს აქვს მრავალ განზომილებიანი სტრუქტურა. და რადგან სულის კომპონენტები განლაგებულები არიან სხვადასხვა განზომილის სიმჭიდროვეებში, უცვლელი წერტილი სულის არის ღვთაებრივი კოდი. ეს არის ბირთვი, რომელიც არის სულის ბირთვი, რომელიც არის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომლისგანაც ვითარდება, იფუჩქნება სული. განომიერებული ერთადერთი კოსმოსურ სამყაროში. ჩვენ ახლა საუბრობთ ჩვენ ახალ სივრცეზე და ეს გამოცდილება გავლილი სულები შეიძლება გახდნენ დედობრივი სულები ახალგაზრდა სულებისთვის. ეს ხდება დედობრივი სულების გაყოფით ნაწილაკებზე და ეს ნაწილაკები იწყებენ თავის ინდივიდუალურ გზას განვითარებისკენ და ისევ ეს პროცესი განვითარების იწყება თავიდან. დაიწყება სამყაროებიდან, დაბალი ვიბრაციული სამყაროებიდან უბრალოდ, როგორც გითხარით, მინერალებიდან, ქვებიდან, მცენარეებიდან და ასე შემდეგ. და ეს ახალგაზრდა სულები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, მათ ყოველთვის ექნებათ კავშირი თავის დედობრივ სულთან. დედობრივი სული თავის შვილებს, ახალგაზრდა სულების გამოყოფილ ნაწილებს, სულის ნაწილებს კვებავს თავისი დადებითი და კეთილმოსურნე ენერგიით. მხარს უჭერს მათ დაეხმარება
ამ გზაზე ეხმარება მათ, რომ გაიარონ ეს გზა. დედობრივმა სულმა იცის თუ როგორ უნდა გადალახონ მაგის ახალგაზრდა სულებმა დაბალ ვიბრაციული დონე. ეს არა იოლის საქმე, გაიარო დაბალ ვიბრაციული სამყაროები, ხო გაიარო შენი გამოცდილება ნეგატიური და დარჩე არ დაკარგო შენი სულიერობა. ახლა დედამიწაზეო ბევრი ხალხიაო, რომლებიც გაიხსნენონ თავისი მაღალი მესთვის. ისინი ამჟღავნებენ ამ სინათლეს, თავისი სულის სინათლეს და ანათებენ სინათლებივით და ატარებენ დედამიწაზე თავისი სხეულების გავლით მაგარ ძლიერ ღვთაებრივ ენერგიებს. ისინი ანგრევენ ძველი სისტემის ფასეულობებს, პროგრამებს და შაბლონებს. და ეს ყველაფერი ჩანს კარგად წვრილ პლანზე, დედამიწაზე. დედამიწის პლანზე ეს ხალხი მოჩანს როგორც პოზიტიური, ღია, ანათებენ სულ თავისი პოზიტივით. წვრილ პლანზე თუ ადამიანი არის ძლიერი ენერგეტიკულად, ვიბრაციულად, სულიერად განვითარებული, ის ადამიანის ხელა კი არ ჩანს, ის ჩანს როგორც დიდი განვითარებული ანათებს ესეთი სტრუქტურა. ასეთი ადამიანი უერთდება თავის მაღალ სტრუქტურას, ასეთი ადამიანებისგან ზევით ადის ენერგიის ძლიერი სტოვბი, ძლიერი ნაკადი, ეთერული, ასტრალური, მენტალური პლანი და განვითარებისას უფრო ფართოვდება და ფართოვდება. ამ გამოხვითებული სინათლე ხდება პლანეტის გარდასახვის მიზეზი. რადგან გამოხვითებული ადამიანი თავისი სინათლით, თავისი პოზიტივით, თავისი დადებით ენერგიით მონაწილეობს პლანეტის ენერგეტიკის გაძლიერებაში. მისი გახსნილი სინათლე წვრილ პლანზე ანგრევს მესამე სიმჭიდროვის შაბლონს, მესამე სიმჭიდროვის პროგრამებს და აგრეთვე უამრავ ეგრეგორებს. ქმნის ახალ სინათლის ველს, რომელშიც ხალხს უადვილდება თავის სმენა და შეუძლიათ თავისი მაღალი არცებასთან ატყობა. და ეს სინათლე ეხმარება ასწავლ დონეზეც. მასეთი ადამიანების სინათლის ველი ეხმარებიან დედამიწას ყველა წვრილ დონეზე, დედამიწის ყველა წვრილ დონეზე ამუშავონ ამდაგვარი პროცესი. მასეთი ადამიანები ეკუთვნიან ცისარტყელებს, ისინი არიან ცისარტყელების, ისინი არიან შუქურა სხვებისთვის. ჩვენი მეშვეობით დედამიწაზე ისხმება ძლიერი ენერგიის ნაკადები. მთელ დედამიწის მასშტაბით ჩანს უკვე პატარა თუ ან დიდი სინათლის ველები. თქვენ ხართ, თქვენ ანათებთ სიცინათლებივით.